ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მაგრამ მანამ სანამ ჩვენ ვისაუბრებთ ამ კანდიდატების შესახებ, საინტერესოა განვიხილოთ თუ კი რას წარმოადგენს ნატოს გენერალური მდივანი როგორც ფიგურა საერთაშორისო არენაზე. ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობები და ვალდებულებები მკაფიოდ არის განსაზღვრული, მაგალითად ალიანსის გენერალურ დირექტორს მოეთხოვება ორგანიზაციის სხვადასხვა შტოებს შორის კოორდინაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. ასევე ნატოს გენერალური მდივანი გახლავთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და მთელი რიგი სხვა კომიტეტების თავმჯდომარე. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ ნატოს სამხედრო საბჭო, რომელის მეთაურიც ყოველთვის არის არა სამოქალაქო პირი, არამედ სამხედრო მაღალჩინოსანი და ამჟამად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლიდან გახლავთ ადმირალი რობ ბაუერი, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა. ნატოს გენერალური მდივანი აირჩევა 4 წლით და ეს არ გახლავთ ერთჯერადი პოსტი და ასევე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ ნატო გახლავთ საერთო თანხმობის პრინციპზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ალიანსის მიერ მიღებული პოლიტიკური, სამხედრო თუ სტრატეგიული გადაწყვეტილებები არის ერთსულოვნებაზე დაფუძნებული. იენს სტოლტენბერგი გახლავთ ნატოს რიგით მე-13 გენერალური მდივანი, ის ალიანსის გემდივნობამდე გახდათ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. იენს სტოლტენბერგის მანდატი და უფლებამოსილება გახანგრძლივდა, ვინაიდან უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებისას დემოკრატიულ დასავლეთში იფიქრეს, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის დაწყებისას ნატოს გენერალური მდივნის ცვლილება არ იყო შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება კანდიდატურებს, ამ ეტაპზე სამ პიროვნებაზე არის საუბარი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, მეორე გახლავთ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და მესამე გახლავთ ლატვიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი კრისიანის კარინსი. საერთაშორისო ურთიერთობების რიგი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნატოს მომავალი გენერალური მდივნის არჩევისას განხილვის მთავარი საკითხი იქნება ორ პუნქტთან დაკავშირებით. პირველი გახლავთ ამ გენერალური მდივნის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და ასევე სამხედრო ბიუჯეტის საკითხი. იმავე სპეციალისტების აზრით ნაკლებად სავარაუდო არის, რომ ნატოს მომავალი გენერალური მდივანი იყოს აღმოსავლეთ ევროპელი, ვინაიდან გასაგები მიზეზების გამო აღმოსავლეთ ევროპელებს აქვს უფრო ხისტი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ, ვიდრე ცენტრალურ ან დასავლეთ ევროპელებს და ასევე სავარაუდო არის, რომ აღმოსავლეთ ევროპელი გენერალური მდივანი იქნება უფრო მოწადინებული და მოტივირებული, რომ ნატოს სამხედრო ბიუჯეტის ათვისება მოხდეს სრულფასოვნად, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ს უნდა შეადგენდეს მათი შენატანი ნატოს სამხედრო საერთო ბიუჯეტში. დიდი ალბათობით ნატოს მომავალი გენერალური მდივანი არჩეული იქნება 2024 წლის ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ სამედზე, რომელიც ამავე დროს ემთხვევა ნატოს დაარსებიდან 75 წლის თავს.